გამარჯობა შოთა, მოგვიყევით თქვენ ჟანრის შესახებ, ეს არის რაღაც ახალი კინოლექსი. საიდან წამოვიდა იდეა და როდის გაგიჩნდათ ეს იდეა? გამარჯობათ, კეთილი იყოს ჩემი ფეხი თქვენ არხზე. იცი როგორა ეს ისე არ ვიცი, დროთა განმავლობაში თავისთავად ჩამოყალიბდა ეს როდის და ზუსტად დრო და წამი არ ყოფილა ეს. საქართველოში ბიზნესმენები აფინანსებენ დიდ რეკლამებს. აი მაგალითად ფილმებს დღეს რო იღებენ, ხო, არის დიდი რეკლამა. როგორც რეკლამაშია რა, აი წარმოიდგინეთ დღევანდელი თან ცნობილი ფილმები, პატარა რეკლამა რო შეადარო, ოღონდ დიდია. მაგრამ სად არის რეჟისური? სად არის მე, სად არის ინდივიდუალიზმი? არის ყველა ერთმანეთს გავს. რეჟისორულად ვამბობ. მეორე ტენდენცია ბაძავენ ევროპულ კინოს, მაგრამ ის არის უფრო დაბალი დონის ვიდრე ევროპული კინო. ანუ ყველას ეშინია თავისი ინდივიდუალურობის გამოხატვის. დღეს კინო გადაიქცა ლიტერატურის ილუსტრაცია. ეს არ არის კინო, კინო არის კინოს ენით უნდა იყოს ეს გადაღებული. თუმცა წამყვანი უნდა იყოს აი ფოტო, გამოსახულება და არა ლიტერატურა. აი შენ რო არ იცოდე ენა, ვერ მიხვდები იქ რა ხდება. აი თქვათ არ იცი ენა, ხო, ვერ მიხვდები რა ხდება ფილმში. თუ არ გადაგითა, ანუ ლიტერატურას მიიღავს ფილმი. არ და ფილმი უნდა წაიყვანოს დედანი რა არის აზრი, ფოტო, გამოსახულება,